Moonbase 1 ისტორიაში პირველი კერძო დაფინანსებული მისია იქნება, რომელიც მთვარეზე დასაშვებ აპარატს გაგზავნის. Blue Origin-ის Mark 1 Endurance Lander-ი რამდენიმე წელს მთვარის სამხრეთ პოლუსის სტრატეგიულ ზონას შეკლტონის დამაკავშირებელს მიაზღვის. ყველა მისია, რომელიც მთვარის ბაზას ემსახურება, გვეხმარება გავიგოთ მეტი და შევამციროთ ეკიპაჟიანი მისიების რისკები. თუმცა ეს მისია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან Blue Origin-ის Artemis-ის პროგრამაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. გაშვების ყველაზე ადრეული სავარაუდო თარიღი 2021 წლის შემოდგომაა. Moonbase 2 იქნება ყველაზე დიდი კომერციული ტვირთი, რომელიც ოდესმე მთვარის ზედაპირზე გადმოუტანიათ. მთვარის ამ ბაზის პროგრამის ფარგლებში თითქმის ყველა მისიაზე რეკორდების დამყარებას ველოდებით. Astrobotix-ის Griffin Lander-ი მთვარის ზედაპირზე 500 კილოგრამზე მეტ ტვირთს გადაიტანს, მათ შორის Astrolab's Flip ტიპის მთვარემავალს. ეს მისია ხელს შეუწყობს იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია მთვარეზე სამომავლო ტრანსპორტისთვის, ავტონომიური ოპერაციებისთვის, ლოჯისტიკისთვისა და განსაკუთრებით ასტრონავტების გადაადგილებისთვის განკუთვნილი LTV სისტემისთვის. იმედი გვაქვს, რომ მეორე ფაზაში ჰერმეტული მთვარემავალის მეშვეობით გარკვეული საცხოვრებელი ადგილი გვექნება. სწორედ იქ შეძლებენ ასტრონავტები ადამიანებისთვის სერტიფიცირებულ დასაშვებ აპარატზე გადმოსვლას. შემდეგ ჰერმეტულ როვერში გადასვლას და ფაქტობრივად მთვარეზე მუშაობას და მის შესწავლას მოკლებადიან საცხოვრებელ გარემოში. ამის შემდეგ ისინი სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილდებიან, სადაც ჰერმეტული მთვარემავლებიდან გადმოსვლას შეძლებენ.